საჯარო სკოლებისა და რესურს ცენტრების თანამშრომელთა პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გათავისუფლების საკითხების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარემ ალოდა გოგლიჩიძემ კომისიის მუშაობის შედეგები შეაჯამა. განხილვის პროცესში 8 არასამთავრობო ორგანიზაციაა ჩართული, გარდა ამისა, ამით სახალხო დამცველი სტრუქტურაც დაინტერესდა კომისიის სახელზე. 1000-მდე განცხადებაა შესული კომისიის წევრები თითოეულ მათრანს განიხილავენ. ამ ეტაპზე სამუშაო ჯგუფმა 150-მდე განცხადება განიხილა. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას და ვართ მაქსიმალურად მოტივირებული, რომ საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი დაკვეთა სამართლიანობის დადგენასთან დაკავშირებით იყოს ბოლომდე რეალიზებული. სახალხო დამცველის ოფისი ჩართული არის კომისიის შეკრების დღიდან, აქტიურ მონაწილეობას იღებდა მის დებულების შემუშავებაში, ასევე სახალხო დამცველის ოფისი აქტიურად არის ჩართული უშუალოდ სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში, რომელიც კონკრეტულად განიხილავს ყველა იმ დარღვევას და შემოსულ განცხადებას, რომელიც ეხება შესაძლო მასწავლებელთა პოლიტიკური ნიშნის განთავისუფლებას.